ერთხელ ჩვენ ხალხს და მე მგონი ეს პროცესები დამწყარდება და ის პარლამენტიც ის ოპოზიციაც რომელიც საერთოდ იქცეოდა ისე როგორც საქართველოს მტრები და მოღალატეები ისევე მოღუნავენ თავს და გალახულ ზაღლებით როგორც სალომე ზურაბიშვილი გაიქცა საპრეზიდენტო დარბაზიდან ისევე მაგენი დაბრუნდებიან პარლამენტში იმიტომ ფულის დაკარგვა არ მოუნდებიან ეხლა თქვენ როგორ ფიქრობთ ეხლა ამითი არეულობა და ეს აქციებით შეწყდება რუსთაველზე თუ მაინც ექნება ცდილობები აი ამ ახალი წლების მერე დესტაბილიზაცია მოვაწყო რა თქმა უნდა ცდილობები იქნება ჯერ კიდევ იქნება ცდილობები მაგრამ უკვე ყველაფერი უნდა დაწყნოდეს უკვე არის ხალხით ამორჩეული პარლამენტი უკვე არის თავრობა უკვე არის პრეზიდენტი და ახლა მაგენის გამოსვლა სულ სხვანაირად გამოიყურება და მე მგონი იქაც თავრობამ უნდა მიიღოს სასტიკი ზომები რომ არ აბლატაოს ბოლდიში ამ სიტყვისთვის ის ხალხი ქუჩებში და დაწყნოდეს და მისვეს საშუალება საქართველოს თავისი გზით გავითარდეს და თავრობამ შეასრულოს თავისი დაპირებები და თავისი საქმე კი რა თქმა უნდა ცდომები იქნება მაგენისგან მაგრამ მაგერ ახლა ამერიკაშიც იქნება 23 დღეში ეს არჩევნები იქაც მოვა ტრამპი და მგონი დაალაგებს ის ძველი გუნდი რომელიც იყო სამახსარო გუნდი მიდის უკვე იგენსთან საკრიფეს შემოდნები როგორც სალომე მაგენის პროტეჟე და მე მგონი ყველაფერი დაალაგდება და ახალი წლის მერე საქართველოს დაიწყებს მუშაობა ეფექტური მუშაობა